მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ Spiritual Plus-ი და დღევანდელ ვიდეოში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე შეპყრობილ ადგილს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, გაზიარება, გამოწერა, ზარი და რეებიც არის და ასე შემდეგ. დავიწყეთ. მე-10 ადგილას არის Ancient Rem Inn. გლოსტერშირში მდებარე ეს მე-12 საუკუნის სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე შეპყრობილ შენობად ითვლება დიდ ბრიტანეთში. იგი აშენებულია ძველ წარმართულ სამარხზე და უკავშირდება მკვლელობებსა და რიტუალურ მსხვერპლშეწირვებს. სტუმრები ხშირად იძახიან, რომ მათ ესმით უცნაური ხმები, ხედავენ ჩრდილებს, რომლებიც წააგავენ ადამიანებს და გრძნობენ აუხსნელ ბიძგებს. თითქოს მათ რაღაც ძალა ხელს კრავს. მე-9 ადგილას კი გვაქვს ბანგარის ციხესიმაგრე. ინდოეთის ყველაზე პარანორმალურ ადგილად აღიარებული ეს ციხე ცნობილია ლეგენდით, რომლის მიხედვითაც ბოროტმა ჯადოქარმა ეს ქალაქი დაწყელა. მზის ჩასვლის შემდეგ აქ შესვლა აკრძალულია, რადგან ადამიანები იუწყებიან, რომ მათ ესმით საშინელი ხმები, ხედავენ არჩდილებს და თავს დაძაბულად გრძნობენ, თითქოს რაღაც ზებუნებრივის ზემოქმედების ქვეშ არიან. მერვე ადგილი ბრიზაკის ციხესიმაგრე. ეს შთამბეჭდავი ციხესიმაგრე ცნობილია მწვანე ქალბატონის მოჩვენებით, რომელიც სავარაუდოდ შარლოტ ბრეზია. იგი მე-15 საუკუნეში მისმა ქმარმა მოკლა. მოწმეთა თქმით, მისი მოჩვენება ცარიელი თვალებით დადის დერეფნებში, ხოლო ღამით მისი ტირილი ისმის მთელს ციხესიმაგრეში. მე-7 დედოფალი მერი. კალიფორნიაში მოტივტივე ეს ყოფილი საკრუიზო გემი, რომელიც ახლა სასტუმროდ არის გადაკეთებული, ცნობილია ზებუნებრივი შემთხვევებით. ამ გემის ძრავის ოთახს მეზღვაურის მოჩვენების საცხოვრებლად თვლიან, ხოლო პირველი კლასის აუზში ქალების მოჩვენებები ჩნდებიან ძველმოდური საცურაო კოსტუმებში. აქ არაერთხელ ჩაუწერიათ სპეციალური აპარატებით პარანორმალური ხმები. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, იქირაოს ოთახი და დარჩეს ამ სასტუმროში. დიდი სურვილი მე არ მაქვს, მაგრამ თან მაინტერესებს. თან არ მინდა. მე-6 ჰოია ბაჩუს ტყე. რუმინეთის ბერმუდის სამკუთხედად ცნობილი ეს ტყე სავსეა ზებუნებრივი მოვლენებით, მათ შორის უცხო პლანეტელების შემჩნევითა და ადამიანების უკვალოდ გაუჩინარებით. დამთვალიერებლები აღწერენ უცნაურ განცდებს, მოუდობნელ გულისრევას და ფოტოზე აუხსნელ ნათებებს. მე-5 ადგილას არის ლონდონის კოშკი. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ზებუნებრივი ადგილი, რომელიც ცნობილია სიკვდილით დასჯისა და წამების ისტორიული ფაქტებით. აქ ხშირად ხედავენ მოჩვენებებს, როგორებიც არიან ანა ბოლეინი, ლედი ჯეინ გრეი და ტახტის მემკვიდრე პრინცები. მე-4 ადგილას არის Eastern State-ის ციხე. ეს მიტოვებული ციხე ფილადელფიაში ცნობილია თავისი სასტიკი იზოლაციის მეთოდით, რომელსაც პატიმრები ფსიქიკურ აშლობამდე მიჰყავდა. აქ ხშირად აფიქსირებენ ჩრდილოვან ფიგურებს და ისმის უცნაური ხმები. ეს უცნაური ხმები მე მგონი აბსოლუტურად ყველგან შევხვდა ტოპ 10-ში. რაც რატომღაც არ მიკვირს. მე-3 ადგილას არის პოველია. იტალიის კუნძული პოველია, ოდესღაც შავი ჭირის მსხვერპლთა კარანტინის ადგილი იყო და მოგვიანებით ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ იქცა, სადაც სასტიკი ექსპერიმენტები ჩატარდა. მეთევზეები ერიდებიან კუნძულს შემზარავი ხმებისა და ჩრდილში შემოსილი ფიგურების გამო. მე-2 ადგილას არის აოკიგაჰარას ტყე. თვითმკვლელთა ტყედ ცნობილი აოკიგაჰარა ტრაგიკული თვითმკვლელობების სიმრავლითაა ცნობილი. ბევრი თვლის, რომ აქ გარდაცვლილ სულები კვლავ დახეტიალობენ. ვიზიტორები იუწყებიან უცნაურ ხმებზე, კიდევ ერთხელ უცნაური ხმები, მოჩვენებებზე და აუხსნელ ძალაზე, რომელიც მათ გზას აკარგვინებს. თუ ამ ტყის შესახებ უფრო მეტი გაინტერესებს, შეგიძლიათ ჩემ წინა ვიდეოში ნახო, მთლიანი რეპორტაჟი მაქვს ჩაწერილი აოკიგაჰარას ტყეზე, რომელიც საკმაოდ საინტერესოა. და ტოპ 1 პირველ ადგილას ყოფი ვინჩესტერის საიდუმლო სახლი. სარა ვინჩესტერმა ეს უზარმაზარი სახლი ააშენა, რათა მოჩვენებებისათვის გზა აებნია. აქ ხდება კიბეები, რომლებიც არსად მიდიან, საიდუმლო ოთახები და ძალიან გრძელი კორიდორები. სტუმრები იუწყებიან იდუმალი ნაბიჯების, უეცარი სიცივისა და უცნაური ხმების შესახებ. კიდევ ერთხელ, უცნაური ხმები. რადგან შეპყრობილი ადგილების დაუწერელი კანონი არის, რომ უცნაური ხმები უნდა იყოს, ან ჩურჩული, ან ნაბიჯების ხმა დამახასიათებელი არის ესეთი ადგილებისთვის. და რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ სასახლეზეც, სახლზეც თუ გაინტერესებთ უფრო მეტი, ამაზეც ვიდეო მაქვს ჩაწერილი, რაც შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემ არხზე და ნახოთ. ერთ-ერთი ძველი ვიდეო არის თუ არ ვცდები. ამით კი ჩვენ ტოპ-ს მორჩით. გავიარეთ 10 ყველაზე შემზარავი ადგილი და რაღა დაგიმოვოთ და თითქმის არც ერთმა არ მიმიზიდა, საერთოდ არ მინდა არც ერთგან წავიდე გარდა აი Queen Mary-ისა, იმიტომ რომ რაღაც თან გემი, რაღაც ტიტანიკის ვაიბები, თან პარანორმალური სადა საინტერესო არის, ეთვასე მისიდავს ესეთი ადგილები და დიდი სიამოვნებით ჩავიწერდი რაღაც პარანორმალურ ხმებს, მეც თუ შეიძლება ტელეფონზე ჩავიწერო რამე, აუცილებლად ვიზავდეთ. თქვენ რომელ ადგილას წახვიდოდით? იმედია არც ერთი ადგილი არ გინდათ რომ მოინახულოთ, მაგრამ თუ მაინც გიზიდავთ ეს პარანორმალური და რაღაცა გეჭიდებათ რომ
რაღაცა ახალი ადგილი აღმოაჩინოთ, ახალი პარანოული ადგილი, ამ 10-დან რომელს აირჩევდით. და რატომ? კომენტარებშიც რომ მითხრათ და არ დაგავიწყდით. გააზიაროთ ვიდეო, მოიწონოთ, გამოიწეროთ არხი და ჩვენ შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. ნახვამდის.